მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გამოფენა კონკურსი ზამთრის ვერნისაჟი გაიმართა. გამოფენა კონკურსი ზამთრის ვერნისაჟი ტრადიციულ სახეს ატარებს და ის წელს უკვე მე-6-ად ჩატარდა. მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლების და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ფერწერა, გრაფიკა, ხელნაკეთი ნივთები. გამოფენაზე მრავალფეროვანი კომპოზიციის ნახვა იყო შესაძლებელი. საუკეთესოების სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. ჟიური 5 ადამიანისგან შედგებოდა. უამრავ ნამუშევარს შორის საუკეთესოების გამოვლენა რთული გახდათ. წარმოდგენილი იყო 3 რაიონის ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სამხატვრო სკოლების და ოზურგეთის ქალაქისა და რაიონის საჯარო სკოლების ბავშვთა ნამუშევრები. ჟიურის შემადგენლობაში იყო სულ 5 ადამიანი. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისგებლობით მოვეკიდეთ ამ საქმეს როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ ეს არის უკვე მე-6 კონკურსი და დიდი პასუხისგებლობით შევეცადეთ, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო შეგვერჩია სხვადასხვა ნომინაციებში. ჩვენს ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი ბავშვის 500-მდე ნამუშევარი და წარმოიდგინეთ როგორი რთული იყო ამ ყველაფრის გადახარისხება და შერჩევა. მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მოვახერხეთ, რომ 6 ნომინანტი შევარჩიეთ სამხატვრო სკოლების ბავშვებს შორის და 5 ნომინანტი საჯარო სკოლის ბავშვებს შორის. საუკეთესო ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია, დეკორაცია, საუკეთესო თემა, საუკეთესო ხელნაკეთობა, მრავალფეროვან ნომინაციებში რამდენიმე გამარჯვებული დასახელდა. გავიმარჯვე ნომინაციაში საუკეთესო თემა, ძალიან მიხარია და დღე მართლა ბედნიერია ჩემთვის და ყველას ვილოცავ ასევე ვინც გაიმარჯვა. ხელოვნება ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და დღეს მოხარული ვარ, რომ ცოტა წვლილი შევიტანე ამ გამოფენაში ჩემი ნამუშევრებით. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ბედნიერი დღე, ამდენი ბავშვი მოვიდა ჩვენს გალერეაში, აივსო მთელი გალერეა ბავშვებით, შრიამულით, მაგრამ ეს არის ტრადიციული გამოფენა, რომელიც აგერ 6 წელია უკვე მიმდინარეობს და სამხატვრო სკოლა მოგესალმებით არის 6 წლიანი კურსი და ყველა გამოშვება, თითოეული გამოშვება ამაში მონაწილეობდა. მაგრამ ჩაფიქრებული გვაქვს ასეთი რაღაცა, რომ თქვათ შემდეგ გავაკეთოთ უკვე გამარჯვებული ბავშვების კონკურსი და გამოვავლინოთ უკვე გამარჯვებული ბავშვები გამარჯვებული კიდევ. გამოფენას ზამთრის ვერნისაჟი თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში 27 თებერვლის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.